თბილისსა და რუსთავს მალე ახალი ჩქაროსნული ავტობანი დააკავშირებს პროექტი უკვე მზადაა, რომლის პრეზენტაციაც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რეგიონალური განვითარების მინისტრმა გამართა. რუსთავში ჩასული მინისტრები დღეს ახალი პროექტების ფარგლებში მოსახლეობის დასაქმების მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კი სხვადასხვა უწყებათა ხელმძღვანელებმა რუსთაველებთან შეხვედრებიც გამართეს. ეს არის გრაფიკული ვერსია იმ ავტომაგისტრალის, რომელიც ზუსტად ერთ წელიწადში რუსთავს დედაქალაქთან დააკავშირებს. Initiative highway იქნება თბილისსა და რუსთავის შორის, წარმოვიდგინოთ, როგორც თბილისსა და გურიის შორის. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დღეს პროექტის დეტალებზე რუსთავში მთავრობის გასვლის სხდომაზე ისაუბრა. თქვა, რომ ახალი ავტობანი თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალის ანალოგი იქნება და მისი მშენებლობა 90 მილიონი ლარი დაჯდება. უკვე ცნობილია, რომ ხარჯებს აზიის განვითარების ბანკი გაიღებს. თავიდან ბოლომდე იქნება 4 სოლიანი გზა, ჩხაროსნული გზატკეცილი, რომელზეც მოძრაობა რამდენიმე წუთში შესაძლებელი იქნება თბილისიდან რუსთავამდე. რუსთავი თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტენდერს ჩაატარებს. სამუშაოების დაწყება წლის ბოლოდან იგეგმება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ახალი გზის მშენებლობისას რუსთავში მცხოვრები ათასობით ადამიანი დასაქმდება. ყველა ამ პროექტის მიღმა გარდა კონკრეტული განხორციელებული გაკეთებული კონკრეტული საქმეებისა ბუნებრივია დგას ათასობით რუსთაველის და ქვემო ქართლის რეგიონში მაცხოვრებელი ჩვენი თანამოქალაქის დასაქმების პრობლემის მოგვარება, იმიტომ რომ უმუშევრობა არის ნომერი პირველი ამოცანა, რომლის გადაწყვეტასაც მუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად. ავტომაგისტრალის პარალელურად რუსთავში შიდა გზებისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც იგეგმება. ნიკა გილაურის განცხადებით, სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან 162 მილიონი ლარი დაიხარჯება. მოხმარდება თანხა როგორც სოფლის პროგრამას, ასევე სკოლების რეაბილიტაცია, რემონტს, საგზაო ინფრასტრუქტურის შეკეთებას, წყლის ინფრასტრუქტურას, საკმაოდ მნიშვნელოვან ბევრ პროექტს. მთავრობის წევრებს ახალი პროექტი სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელმაც გააცნო. წლის ბოლოს რუსთავში იუსტიციის სახლი აშენდება, რომელშიც უწყების ყველა სამსახური და მათ შორის ქორწინების სახლიც განთავსდება. ერთიანი სამოქალაქო რეესტრის, საჯარო რეესტრის, აღსრულების ბიუროსი და არქივების დეპარტამენტი. ეს არის სავარაუდო კონცეფცია, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსთავში დაგეგმილი. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრებმა შეხვედრები ადგილობრივებთან გამართეს. ტოლთა და განსახლების მინისტრმა რუსთავში მცხოვრები დევნილების პრობლემები მოიწმინა. განათლების მინისტრი, მასწავლებლების ჯანდაცვის მინისტრი კი ექიმებს შეხვდა. რუსთავის ხელოვნების სკოლა მოინახულა ნიკა რორუამ. ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს მეწარმეებთან, ფინანსთა მინისტრმა და ეკონომიკის განვითარების მინისტრმა. მთავრობის წევრებმა რუსთავი დღის ბოლოს დატოვეს.